BBC-ს ეფექტი ორი მიმართულებით შეგვიძლია გავყოთ. ერთი მოსახლეობაზე, რომელიც გახდა მსხვერპლი, ასე ვთქვათ, იმ გამოყენებული რაღაცა ნივთიერების, რომელიც ზუსტად არ შეგვიძლია დავასახელოთ, თუმცა ფაქტია, რომ რაღაცა ნივთიერებას ან მათი ოდენობის გამოყენებას მოყვა ეს შედეგი, რაც მოყვა და მეორე ეფექტი უკვე რეჟიმისთვის რა გამოიწვია, ეს ეფექტი არის უდიდესი საფრთხე, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის მოწამვლა ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად მოყვება შედეგები. სწრაფ ვითარებაში ან შედარებით გრძელვადიან ვითარებაში, მაგრამ რომელსაც აუცილებლად მოყვება შედეგები და რეჟიმმა დაიწყო უკვე ზრუნვა იმაზე, როგორღაც დაეფარა და დაევიწყებინა ეს საკითხი, ასე ვთქვათ, ხო? და ეს სცადა მათ შორის გამოძიებით და გამოძიება დაიწყო ნახეთ ორი მიმართულებით. ერთი შესაძლო უფლებამოსილების გადამეტება და რომლითაც ცდილობდნენ თავიანთი ეგრეთ წოდებული უდანაშაულობა დაემტკიცებინათ და გამოძიება დაესრულებინათ და მეორე, რომელსაც იყენებდნენ ზეწოლის მექანიზმისთვის, რომ მტრული გარე ძალებთან მტრულ თანამშრომლობაში საკუთარი მოსახლეობის დადანაშაულება, კი ბატონო, საკუთარი მოსახლეობის და სწორედ იმ მოსახლეობის, რომლებიც თავადვე დააზიანეს, დაზარალებულად აქციეს, ხო? და ჩვენ ვნახეთ, რომ მერე 5 დღის განმავლობაში ეს ადამიანი, ეს გამოძიება არასრული 5 დღე დასჭირდა, რომ დაედგინათ თურმე, რომ არანაირი მავნე ნივთიერების, ქიმიური ნივთიერების და აკრძალული ნივთიერების გამოყენებას არ ჰქონდა ადგილი. აქაც ნიშანდობლივია ერთი რამ, რომ რამოდენიმე, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ ისინი უთითებენ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებას კონკრეტულ თარიღებში, თუმცა არა იმ ყველა აქციაზე, რომელთან დაკავშირებითაც იყო კითხვები და რომელიც მათ შორის BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტში მოხდა. ასევე არ უთითებენ რა შემრევი ნივთიერება იყო გამოყენებული და რა კონცენტრაციით მოხდა ზოგადად ან შემრევი ნივთიერების, ან ძირითადი ნივთიერების გამოყენება, რასაც შეიძლება ნივთიერება სულ არ იყოს აკრძალული, მაგრამ დიდი დოზით მისი გამოყენება იწვევდეს არასასურველ შედეგებს. ან წყალთან ერთად მისი შესხმა იწვევდეს მძიმე შედეგებს, იმიტომ რომ ან ალერგიაზეც მიუთითებდნენ ადამიანები, ძალიან მწვავე ალერგიები იყო და რომელიც სხვათა შორის დღემდე გრძელდება ზოგიერთი შემთხვევაში.